ბიზნესსა და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნება ჩემოსავლების სამსახურის სერვისები იუსტიციის სახლში მიიღონ. უწყებებს შორის უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით 90 სერვისი, ეტაპობრივად კი მათი რაოდენობა გაიზრდება 500-მდე. სერვისები ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით ფილიალებში და მობილურ იუსტიციის სახლებში. რა პრაქტიკულ ცვლილებებს მოიტანს ეს ინიციატივა მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის და რა სერვისებზეა პირველ ეტაპზე საუბარი, ამ თემაზე დეტალურად განვიხილავთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი ვახტანგ ჟვანია. დილამშვიდობის ბატონ ვახტანგ, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ბოლო პერიოდის განმავლობაში. არც მახსოვს ფაქტი, როცა საუბარი ყოფილიყოს იუსტიციის სახლებში 500-მდე ახალი სერვისის დამატების საკითხთან დაკავშირებით. რა სერვისებია პირველ ეტაპზე, ბატონო? კი ბატონო. მოკლედ შესავალს გავაკეთებ, სანამ კონკრეტულად სერვისებზე დავიწყებთ საუბარს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სახლებში ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომია 500-მდე სერვისი. და ეს სერვისები ბუნებრივია მოიცავს არა მარტო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან გაცემულ სერვისებს, არამედ სხვა უწყებების სერვისებსაც. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ იუსტიციის სახლი არის ყველაზე დიდი სერვისების მიმწოდებელი ამ ქვეყანაში. ამიტომაც არის წარმოდგენილი 126 ლოკაციაზე და მობილური იუსტიციის სახლებიც, რა თქმა უნდა, არის ის საშუალება, რომლითაც ხდება სერვისების მიწოდება. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ რეალურად ამ ეტაპზე მიმდინარეობს ის პროცესი, რომელიც ზოგადად გაცხადებული იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, რომ ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს ერთი დიდი მსხვილი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს ყველასთვის კომფორტულ გარემოში გასცეს სერვისები. ბუნებრივია კომფორტული გარემო არ გულისხმობს მარტო იმას, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამორჩეული, აქ საუბარია ხარისხზე, სისწრაფეზე და მთელი ქვეყნის დაფარვაზე. ამიტომაც გადაწყდა, რომ შემოსავლების სამსახურის 500 სერვისი, რომელიც დღეს არც თუ ისე ბევრ ლოკაციაზეა წარმოდგენილი, ინტეგრირებული იყოს იუსტიციის სახლებში, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ნებისმიერ წერტილში, მიუხედავად იმისა, მაღალმთიანია თუ ვთქვათ დიდი ქალაქია, თავისუფლად კონდეს სტომა ამ სერვისებზე. ბუნებრივია დღეს საქართველოს ბიზნესი ვითარდება, ამაზე მეტყველებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც, ამიტომ საჭიროა, რომ ბიზნეს კიდევ უფრო მეტად შეეწყოს ხელი. ამ პროცესს ვერ ჩამორჩებოდა იუსტიციის სახლიც და სწორედ ჩვენი და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი გადაწყვეტილებით დაიწყო ამ პროცესის, ვთქვათ, სერვისების ინტეგრაცია იუსტიციის სახლებში. პირველ ეტაპზე ხდება ტექნიკური საკითხების მოგვარება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფა. მეორე ეტაპი იქნება თანამშრომლების, ფრონტის თანამშრომლების გადამზადება და შემდეგ უკვე პირველი 90 სერვისი ჩაეშვება, ასე ვთქვათ და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლობს ამ 90 სერვისით. საუბარია ყველაზე პოპულარულ, ასე ვთქვათ, სერვისებზე და ჩვენ ბუნებრივია, როცა ამ პროცესზე ვსაუბრობდით, ინტეგრაციაზე ვსაუბრობდით, პირველ ეტაპზე გადავხედეთ ანალიტიკას, დავამუშავეთ დოკუმენტები და ეს 90-მდე სერვისი, რომელიც დაგვემატება, ასე ვთქვათ, ძალიან მალე იუსტიციის სახლებში, არის ყველაზე მოთხოვნადი სერვისები. მაგალითად, ცნობა იმის შესახებ, გაქვთ თუ არა დავალიანება სახელმწიფოს წინაშე, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ, ასევე დღგ-ს გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ და ყველა სხვა ის სერვისი, რომელიც ყველაზე უფრო მოთხოვნადია საზოგადოების მხრიდან. როგორ უნდა გაიგოს ეს მომხმარებელმა, როდესაც ჩაეშვება ეს სერვისები, ჩამონათვალი გაჩნდება ვებგვერდზე თუ სად იქნება ჩამონათვალი და ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომ ზუსტად იცოდეს, რისთვის მიაკითხოს იუსტიციის სახლებში. კი ბატონო, როგორც კი ვთქვათ, გადაწყდება კონკრეტული თარიღი, როცა იწყება უკვე იუსტიციის სახლებში შემოსავლების სამსახურის სერვისების გაცემა, ბუნებრივია, როგორც ჩვენ, იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სახლი, ასევე შემოსავლების სამსახური დავიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, ასევე განთავსდება ეს ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე და სხვა ქსელებში, რომლითაც შესაძლებლობა ექნება საზოგადოებას გაიგოს ზუსტად რა 90 სერვისზეა საუბარი, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც ითქვა, ეს პროცესი არ არის ის ნაწილი, რომელიც დასრულდება ამ 90 სერვისის ინტეგრირებით, ამის შემდეგ უკვე ეტაპობრივად გავაგრძელებთ სხვა სერვისების ინტეგრირებას და საბოლოო ჯამში იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომი იქნება 1000-მდე სერვისი, რაც
ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჭირდება პირადობის მოწმობა, მიწის რეგისტრაცია, ბიზნესის რეგისტრაცია, ჭირდება შემოსავლების სამსახურის სერვისები, თუ სხვა უწყებების სერვისები, ბუნებრივია შესაძლებლობა ექნება მოვიდეს იუსტიციის სახლებში და კომფორტულად მიიღოს ყველა ეს სერვისი. რაც შეიძლება ხარისხიანად. ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, თქვენ თვითონ ანუ იუსტიციის სახლებში დასაქმებულ ადამიანებს ხომ არ უწევთ დამატებით გარკვეული გადაადგილება, გარკვეული გადამზადება, გარკვეულად მათი რაოდენობის გაზრდის წინაშე ხო არ დგება იუსტიციის სახლი, რადგანაც იმატებს სერვისებს და პრინციპში გაორმაგებაზე გაქვთ ხო საუბარი. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა და ამ კითხვით შესაძლებლობა მაქვს რამოდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გაუსვა ხაზი. ერთი, ჩვენი თანამშრომლების გადამზადება პერიოდულად ხდება, იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ ხარისხზე, შეუძლებელია ხარისხი შევინარჩუნოთ პროფესიონალი თანამშრომლების გარეშე. აქედან გამომდინარე, მათი პროფესიული განვითარება ეს არის პროცესი, რომელსაც შეუქცევადი ხასიათი გააჩნია. მეორე საკითხი, როცა ვსაუბრობთ დამატებით სერვისების ინტეგრაციაზე, ბუნებრივია ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იუსტიციის სახლი ასევე ეძებს და თქვათ მიდის იმ მიმართულებით, რომ სხვა ფორმებით შეთავაზოს სერვისების მიღება მოქალაქეებს, ეს არის თვითმომსახურებების სივრცეების განვითარება, სერვისების გამარტივება და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგიერთ იუსტიციის სახლში ბუნებრივია მოგვიწევს თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა, იმიტომ რომ სტატისტიკა აჩვენებს, რომ არის ქალაქები, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისებზე მოთხოვნა ბევრად დიდია. აქედან გამომდინარე, ყველა ის ნიუანსი, რომელიც დაკავშირებულია სერვისის მიწოდებასთან, ბუნებრივია წინასწარ არის გათვლილი და შესაბამისი ზომებიც არის მიღებული. მე არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ სერვისების რაოდენობის და ავტომატურად გამოიწვევს იუსტიციის სახლში სერვისების გაცემის ხარისხის დავარდნას, ეს გამორიცხულია, პირიქით ამიტომაც ხდება და ამიტომაც უსწრებს წინ მოსამზადებელი სამუშაოები ამ პროცესს, იმიტომ რომ ეს ხარისხი შევინარჩუნოთ. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ შეიძლება ლოდინის დრო ხომ არ გაიზრდება გამორიცხულია, პირიქით ჩვენი მიდგომა, ჩვენი ვთქვათ დამოკიდებულება ამ პროცესებისადმი არის ის, რომ იუსტიციის სახლს აქვს შესაძლებლობა კიდე დამატებით უზრუნველყოს სხვა სერვისების ინტეგრაცია, ისე რომ არც ხარისხი დავარდეს და ბუნებრივია ლოდინის დროც არ გაიზარდოს. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ და ძალიან მალე საზოგადოებას შევთავაზებთ ტექნოლოგიების ჩართულობას ამ პროცესში, რაც განმუხტავს კიდევ უფრო მეტად და შეამცირებს ლოდინის პერიოდს, ასე რომ გარდა შემოსავლების სამსახურისა იუსტიციის სახლი სხვა უწყებებთანაც მუშაობს იმისთვის, რომ მათ სერვისების ინტეგრირება მოხდეს. ამ თემას აუცილებლად შევეხები, მანამდე უბრალოდ მინდა ამოვწურო ეს საკითხი. როდიდან უნდა ველოდოთ შემოსავლების სამსახურის სერვისების დანერგვას, თქვენ თქვით, რომ ეს პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია და შემდეგ იქნება მეორე ეტაპი და აი როდიდან დავტესტავთ უკვე ეს მოსამზადებელი ეტაპები, მომხმარებლები, როდიდან დავტესტავთ, რომ ეს მოსამზადებელი ეტაპები წარმატებით დაინერგა უკვე. ამ გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ სადღაც ალბათ აპრილისთვის იუსტიციის სახლი მზად იქნება, რომ 90-ვე სერვისი გასცეს თავის ოფისებში და ვთქვათ მობილური იუსტიციის სახლებითაც. და ახლა რაც შეეხება სანამ დაგემშვიდობებით, აუცილებლად უნდა შევეხოთ სხვა უწყებებსაც, შემდეგი უწყება, ვინ იქნება შემდეგი? ხო, ეს ცოტა რთულად სათქმელია, იმიტომ რომ რამოდენიმე უწყებაა, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს და ბუნებრივია ეს პროცესი არ არის მარტივი პროცესი, საჭიროა ყველა სერვისის შესწავლა, მერე ამ სერვისების გამარტივება და იმ ფორმით ჩამოყალიბება, რომ საზოგადოებისთვის და მოქალაქისთვის მარტივად აღქმადი იყოს, თუ რა ინფორმაცია უნდა მიიტანოს იუსტიციის სახლში, რომ ისარგებლოს ამა თუ იმ სერვისით. ანუ ამ პროცესებს გადის შემოსავლების სამსახურის სერვისებიც გამარტივების პროცედურა. ეს პროცესი უკვე დასრულებულია, ეხლა არის ტექნიკური პროცესები მიმდინარეობს და შემდეგი ეტაპი არის უბრალოდ თანამშრომლების გადამზადება. და შემდეგ ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები? საუბარია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საკპატეთთან, განათლების სამინისტროსთან, რათა მათი სერვისების ინტეგრაცია მოხდეს ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვახტანგ საინტერესო ინფორმაციისთვის, ველოდებით სხვა სიახლეებსაც. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი ვახტანგ ჟვანი.